ესე იგი, გვინდა რომ ფუნქციის განსაზღვრის არეში გამოვყოთ ინტერვალები, სადაც ფუნქცია მთლიანად დადებითია, ან უარყოფითი. დავუკვირდეთ. ფუნქცია არის დადებითი, როცა ის არის x ღერთ ზემოთ, უარყოფითია, როცა არის x ღერთ ქვემოთ, ხო? მაშინ განსაზღვროთ როგორ კერდა რა ინტერვალებში არის ფუნქცია მთლიანად დადებითი, მთლიანად უარყოფითი. აქ გვეუბნებიან, აირჩიეთ ინტერვალი, სადაც ფუნქცია არის მთლიანად დადებითი. ესე იგი, მეტია 0-ზე. ეხლა ნახოთ. როცა ნაკლები არის 3-ზე, 0-ზე მეტია. როცა არის 0-დან 3 რაღაცამდე, ეს ფუნქცია ასევე არის 0-ზე მეტი. მაშინ ახლა ამ შემთხვევაში ვნახოთ რომელი გამოგვადგება. -2-დან -1-მდე, ეს არის -2, ეს არის -1. -2-დან -1-მდე ფუნქცია არის უარყოფითი. ეგ არ გვაწყობს. 1-დან 2-მდე ფუნქცია არის დადებითი. ეს ვარიანტი გვაწყობს. 4-დან 5-მდე ისევ არის უარყოფითი. ანუ ესე იგი, ერთადერთი ვარიანტი, რომელიც აქ გამოგვადგა არის 1-დან 2-მდე, სადაც აი ფუნქცია არის სულ დადებითი. მოდი კიდე ერთს გავაკეთებ. ესე იგი, ისევ იგივე გვაინტერესებს, გვინდა ავირჩიოთ ინტერვალი, სადაც jx არის დადებითი. -2-დან -1-მდე რა ხდება? ეს არის -2, ეს არის -1 და jx არის აი აქედან აი აქამდე სულ უარყოფითი, ანუ x ღერთ ქვემოთ. -1-დან 0-მდე, აი აქედან აქამდე ისევ უარყოფითი არის. აღწევს თითქმის უკვე x ღერტს, მაგრამ მაინც 0-მდე ჯერ კიდევ 0. ეს უარყოფითი არის და 0 წერტილში შეიძლება 0-ზე გადის. 0-დან 1-მდე უკვე დადებითი არის ეს ფუნქცია, ამიტომ 0-დან 1-მდე იქნება პასუხი.